მოგესალმებით მეგობრებო. თავისუფალი ქვეყნის თავისუფალო მოქალაქეებო. მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ვისთვისაც სულ ერთი არ არის მისი ქვეყანა. ვისთვისაც მნიშვნელოვანია მისი ისტორია და ჩვენი საუკუნოვანი ბრძოლა თავისუფლებისთვის. ვინ ზუსტად იცის, რომ მისი პირადი პასუხისმგებლობა, ჩართულობა და ზრუნვაა ის და იმის შედეგი თუ როგორი ქვეყანა გვექნება, როგორი საზოგადოება გვექნება და სად აღმოჩნდებით 5, 10, 20 წლის შემდეგ. ჩვენ აქ შევიკრიბეთ ერთადერთი მიზნისთვის. ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისათვის, რომ ვუთხრათ ჩვენს მთავრობას, რომ არ მოგწონს მათი მავნებლური პოლიტიკა. მოვთხოვოთ მათ შეასრულოს მისი უპირველესი მოვალეობა. დაიცვას ქვეყნის საზღვრები. დაიცვას ჩვენი ქვეყანა რუსული ოკუპაციისგან. მე არ ვიცი ვინ იყვნენ ქართული ოცნების წევრების წინაპრები, რომლებიც რუსებს ეფერებოდნენ. მაგრამ მე ზუსტად ვიცი ვინ იყვნენ ჩვენი წინაპრები. ვინც ქმნიდა ქართულ ცნობიერებას. ვინც სიტყვითა და ხმლით იბრძოდა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის. მე მინდა გავახსენო ამ ხელისუფლებას აკაკის სიტყვები, რომელიც ჩრდილოელ მეზობლებს ეუბნებოდა, დამეხსენი თქვენთან არაფერი მაქვს აზიარო. ვაჟა წუხდა, რომ ქართველებს შორის არიან ადამიანები, ვისაც უყვარს რუსეთი და გონია, რომ რუსეთი მისი მფარველია. ის აფრთხილებდა თანამემამულეებს. არაფერი კარგი არ არის აპეკუნობაში. და რომც იყოს კარგი ეს აპეკუნობა, იგი გვაჩლუნგებს და გვასუსტებს როგორცერსო. მე მინდა გავახსენო ჩვენი საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც თვლის, რომ რუსეთი კეთილმოსურნე თუ არა ნეიტრალური მეზობელი მაინც შეიძლება ოდესმე იყოს ჩვენი უახლესი ისტორია. 1993 წელს ჩვენ რუსეთმა დაგვსაჯა იმისათვის, რომ ჩვენ გავბედეთ და მისი ნების გარეშე გავხდით დამოუკიდებელი ქვეყანა. ამისათვის მან უამრავი ჩვენი თანამოქალაქე მოკლა, გადაუწვა სახლკარი, გააღატაკა და საკუთარ ქვეყანაში დევნილება დაქცია. რუსეთს არასოდეს არ უნდოდა და არ უნდა, რომ ჩვენ ვიყოთ ძლიერი, წელგამართული საქართველო. მას უნდა, რომ ჩვენ დავრჩეთ მის მორჩილ, საყვარელ, ცოტა ჩამორჩენილ სოლნიეჩნაია გრუზიად, სადაც მას როგორც უპირატეს უფროს ძმას ისე მოეპყრობიან. მე მინდა გაგახსენოთ 2008 წელი, როდესაც რუსეთმა ჩვენ დაგვსაჯა იმისათვის, რომ ჩვენ მისი ნების საწინააღმდეგო დავარჩიეთ, რომ არ ვიყოთ მისი უკანა ეზო, არამედ ვიყოთ წარმატებული სხვა ევროპული ქვეყნების თანასწორი ქვეყანა საქართველო. იმისათვის, რომ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენ შვილებს ჰქონდეთ ისეთივე ხარისხიანი განათლება, როგორიც აქვთ ბრიტანელ, გერმანელ, ფრანგ ბავშვებს. დაგვსაჯა იმისათვის, რომ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენმა მოხუცებმა ისეთივე ღირსეული სიბერე გაატარონ, როგორ ღირსეულად ცხოვრობენ დღეს შვედი თუ დანიელი მოხუცები. იმისათვის, რომ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენთან თითოეული მოქალაქე იყოს თანასწორი, სრულუფლებიანი და ბედნიერი. ამიტომ ჩვენ მეგობრებო, ვითხოვთ არა იმას, რომ არ ვაკეთებთ არჩევას ომსა და მშვიდობას შორის. ჩვენ არ გვინდა ომი და გვინდა მშვიდობა. მაგრამ ჩვენ უნდა ავარჩიოთ. გვინდა ვიყოთ რუსეთის უკანა ეზო, დაკომპლექსებული პატარა ქვეყანა, თუ გვინდა ვიყოთ წარმატებული ევროპის სხვა ქვეყნების თანასწორი ბედნიერი მოქალაქეებით დასახლებული ქვეყანა. რას ვირჩევთ მეგობრებო? თავისუფლებას ვირჩევთ? გვინდა მონობა თუ გვინდა თავისუფალი ქვეყანა მეგობრებო? ვუთხრათ ჩვენს ხელისუფლებას, რომ ჩვენ არ დავთმობთ ამ ქვეყანას. ჩვენ არასოდეს დავიხებთ უკან. ჩვენ არ დავთმობთ ჩვენი შვილების ბედნიერ მომავალს. არასოდეს არ დავთმობთ ამას. მოდით ყველამ ერთად, ძალიან ხმამაღლა, ისე ხმამაღლა, რომ აიქ მცხოვრებმა ადამიანმა, რომელიც ვითომ არაფერ შუაში არ არის და აი ამათ ყველას ერთად ეუბნება, რა უნდა გააკეთონ. აი ამ ადამიანმა გაიგოს, არა ოკუპაციას, ერთად ყველამ, არა ოკუპაციას.
დიდი მადლობა მეგობრებო, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ.